მოგესალმებით, ობიექტივი კლუბ-პირდაპირ ეთერშია და დღეს ტრადიციის სამებ სტუდიიდან ვიმუშავებთ პატრიოტთა ალიანსის თავმჯდომარე ბატონი დავით თარხანმოურავი და მე ირმა ცხორაგაული. მოგესალმებით ბატონ დავით, მადლობა მოგწონებისთვის. მოკლედ, ძალიან ბევრი თემა, ქვეყნის გარეთაც, ქვეყნის შიგნითაც, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ახლა არჩევნებია, მე შევეცდები, ვიცით, როგორ ფორმატში წარმართო ჩვენი გადაცემა, შემოსული ზარები, რომლებიც ჩვენს თემებს ეხება, საარჩევნო თემებს, საარჩევნო პროგრამას, რა თქმა უნდა, ამაზეც მინდა საუბარი და ამავდროულად ქვეყნის შიგნით კიდევ მიმდინარე სხვადასხვა მოვლენებს. პირველ რიგში, რაზედაც მინდა მე ახლა თქვენი ყურადღება გავამახვილო და მოსახლეობის, ეს არის ბატონი კალაძის თვითდაჯერებული ტონი, რომელმაც ბრძანა, რომ ძალიან ბევრი გამოწვევა და პრობლემაო ქალაქ თბილისშიო. ამიტომო ერთადერთიო გუნდიო, ვისაც შეუძლიაო, რომ ეს პრობლემები დაძლიოსო, არისო მხოლოდო სახელისუფლებო გუნდიო, ოპოზიციაო საერთოდ არ განიხილებო. ახლა მე თქვენთან მექნება ასეთი კითხვა. რა პრობლემებზე საუბრობს, ვის მიერ შექმნილ პრობლემებზე საუბრობს ბატონი კალაძე და რატომ აქვს ესეთი თვითდაჯერებული ტონი? ნუ თუ მათ კანდიდატებზე უკეთესი ვერსად ვერასდროს ვერავინ ვერ წარმოადგინა. გნებავთ გონებრივად, გნებავთ განათლებით, ინტელექტით, წარსულით, ცოდნით, შრომის მოყარეობით, რა ვიცი, ყველაფრის გათვალისწინებით. მე მოგიწოდებთ, რომ შვიდად შევხვდეთ ასეთ განცხადებას. ყველა ხელისუფლება, რაც მე მახსოვს ყოველ შემთხვევაში, უახლეს ისტორიაში საქართველოსი, ყოველთვის ამბობს, რომ მხოლოდ მას შეუძლია არსებული პრობლემების გადაჭრა. ეს რეკლამაა, საარჩევნო რეკლამაა. ქართული ოცნება თვლის, რომ მარტო მას შეუძლია გადაჭრას არსებული პროგრამები. მანამდე სააკაშვილის რეჟიმი იყო, რომელიც ასევე იძახდა, რომ მხოლოდ მე შემიძლია გადავჭრა არსებული ყველა აბსოლუტურად ყველა ხელისუფლება. ხო, მაგრამ ბატონი კალაძე საუბრობს ქალაქ თბილისის პრობლემებზე და ვინ შექმნა ეს პრობლემები? მესმის, მაგრამ პირველი რომ ცოტა შვიდად შევხვდეთ ამას. კომუნისტური ხელისუფლებაც თვლიდა, რომ მხოლოდ მას შეუძლია გადაჭრას პრობლემები. სხვათა შორის გასაოცარია ეს თუ სატირალია ეს თუ სასაცილოა თუ როგორც არის, მაგრამ კომუნისტური ხელისუფლება უკეთესად ჭრიდა არსებულ პრობლემებს, ვიდრე მას მერე ყველა დანარჩენი ხელისუფლება. ოღონდ ესეც ამ კომუნისტური ხელისუფლების ბოლო პერიოდში იყო. მაგრამ, ეს ხელისუფლება თulis, რომ ყველაზე კარგად ის გადაჭრეს არსებულ პრობლემებს. მეორე თემაა, რომ ეს არსებული პრობლემები არ არის ერთი დღის და ორი დღის პრობლემები. ბევრი მათგანი არსებობდა, სანამ ქართული ოცნება მოვიდოდა, მაგრამ ბევრი მათგანი შეიქმნა თავად ქართული ოცნების პირობებში. ამიტომ, რა ვთქვათ, კიდევ ამბობ, ეს არის ჩვეულებრივი რეკლამა. მეტი არაფერი, ესე იგი, სარეკლამო განცხადებებია. პრობლემები არის ქალაქში. მაგალითად ჩვენ შეგვიძლია ერთი პრობლემა დავასახელოთ, სრულიად ნათელი პრობლემა, ყველასთვის ნათელი პრობლემა, ეს არის მოძრაობა. ავტომობილების მოძრაობა ქალაქში. და არა მარტო ავტომობილების, ახლა გაჩნდა უამრავი ეს მოტოროლერები, მოპედები, მოტოციკლები, ველოსიპედები, სამაკატკას რო ეძახიან, სამაკატკები და რა ვიცი, ბევრი რამ. მაგრამ ფაქტი ერთია, რომ აი ამ ტიპის საცობები, რაც ქალაქში არის, ეს რეალურად გაჩნდა ამ ხელისუფლების დროს ამ მასშტაბით და გადაბრალება, რომ ეს იმიტომ მოხდა, რომ უფრო კარგად ცხოვრობ და ბევრი მანქანებია, არასერიოზული არგუმენტია ეს და არაკარგი. და ჩვენ რამდენჯერმე ხაზი გავუსვით და კიდე მინდა გავუსვა ამას ხაზი. რომ დააკვირდით ერთ მარტივ რაღაცას. რეალურად დღეში ქალაქში თითქმის 2 საათს, ზოგჯერ 2.5 საათსაც ვხარჯავთ ჩვენ, რომ მაგალითად მოვიდეთ ოფისში. მაგალითად ადამიანი მინიმუმ საათს და მეც ხარჯავს. თბილისი არ არის დიდი ქალაქი სინამდვილეში დღესაც. და საბურთალოზე რომ მოხვიდე მაგალითად თავისუფლების მოედნიდან, აი სადაც პარლამენტია. ან მით უმეტეს თუ ცხარ სადმე ავლაბარში ან ისანში. საათის, ზოგჯერ საათი და 15 წუთი გჭირდება. ეს არ არის ცოტა დრო. და მე კიდევ უკან წახვიდე და ეხლა თქვენ თუ დაუფიქრდებით დღეში 2 საათს, 2.5 საათს თქვენი ცხოვრებისას, თქვენ კარგავთ გზაში. ეს რო გადაიანგარიშოთ, გამოვარო თქვენ 10 წელიწადში, თქვენი ცხოვრების 1 წელიწადი. და ჩვენ ისედაც ცხოვრება მოკლე ადამიანის. მალე ბერდება, მალე კვდება და ყოველა წელიწადში 1 წელიწადი რო კაცი ესე იგი
70 წელიწადს რო იცხოვრებს და იქიდან 7 წელიწადს გზაში დახარჯავს. ან თქვა 80 წელიწადს რო იცხოვრებს, ღმერთმა აცხოვროს ვიღაცა 100 წელიწადი, მაგრამ იქიდან ახლა 70 წელია 7 წელიწადს გზაში რო დახარჯავს, ეს ნორმალური მოვლენაა? ახლა მეორე თემა ისაა, რომ არავინ არ უფიქრდება, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ვალდებულებაა ეს დრო არ დაიხარჯოს გზაში. როცა ჩვენ ვირჩევთ თვითმმართველობას, ის პასუხისგებლობას იღებს იმაზე, რომ ჩვენი ცხოვრების არც ერთ დღეს ტყუილა უბრალოდ არ დავხარჯავთ და გზაში რო ხარ, ეს ტყუილა უბრალოდ დახარჯული დრო არის. და ამ ამოცანის გადაწყვეტას მეორე პრობლემაა, რომელიც მე მაგალითად რასაც ხედავ ქართულ ოცნებაში, რომ ამადგან არ უნდათ ამ პრობლემის გაწყვეტა, უნდათ ჩამოიყვანეს უცხოელები იტალიიდან თუ საფრანგეთიდან მე მგონი, მაგრამ იმათმა დაიწყეს იმ სისტემის დანერგვა, რომელზეც თვითონ ეს ქვეყნები ამბობენ უარს. ანუ ეს სისტემა იყო საფრანგეთში ნამდვილად იყო და ნამდვილად უარს ამბობს საფრანგეთი, არ გაამართლა არანაირად. იტალიაშიც არის, არ ვიცი იტალიამ თქვა თუ არა უარი, ალბათ ისიც იტყვის უარს, ეს ევროპის ქვეყნები ერთმანეთს მიყოლებით, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ აქ ჩვენ ჩამოვიყვანეთ, ჩვენ არა, ქართულმა ოცნებამ ჩამოიყვანა სპეციალისტები იმ დროს და იმათმა დაიწყეს იმ სისტემის დანერგვა, როცა უკვე მსოფლიო მიცოდა, რომ ეს სისტემა არ მუშაობს და არაფერი სიკეთე მას არ მოაქვს. ეს სისტემა დაინერგა, პირველივე წელს გამოჩნდა, რომ ეს არასწორი გზა არის. მაგრამ ქართულმა ოცნებამ კი არ აღიარა, რომ აი მე არასწორად ვიქცევ. პირიქით, გააგრძელა ამის კეთება, გააგრძელა და თანაც ახალი ლოზუნგები გააჩინა, რომ აი თქვენ ავტობუსით უნდა იმოძრაოთ. იმიტომ რომ ჩვენ ვთვლით, რომ მანქანით არ უნდა იმოძრაოთ. კი ბატონო, ჯერ ეს ერთი რა უფლებით ვთვლით. არავინ არ მოგცეთ ამის უფლება, ვისაც უნდა ფეხით უნდა იმოძრაოს, ვისაც უნდა ავტომობილით, ვისაც უნდა ავტობუსით, თქვენი ამოცანაა შეუქმნათ კომფორტი. მაგრამ მოდი თქვენს გადმოჯექით მაგ მანქანებიდან და თქვენს ავტობუსებით იმოძრავეთ თერმა ხელისუფლებამ. ბატონი ქალაქის მერი კახიკალაძით დაწყებული და ბატონი პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი დამთავრებული. სულ ყველამ დეპუტატებმა, მინისტრებმა, ყველამ იმოძრავეთ ავტობუსით მაშინ თქვენს და ველოსიპედებით. მაგრამ აქ როგორი მიდგომა, იცი, ამათ ესენი იმოძრავებენ მანქანებით, ყველანაირ წესებს დაარღვევენ, იმიტომ ამათვე შეიძლება. და შენ უნდა იმოძრავ ავტობუსით, ესეთი გადაწყვეტილება მიიღო. რომ გააკეთეს ბატონ დავით ავტობუსების სამოძრავ, თვითონ თავისუფლად გადაადგილდებიან ამ ბასლანებზე, რომ იმ რიგებში არის, იმიტომ რომ მათვე შეიძლება და ჩვენ ბასლაინი არის ახლა ხო ავტობუსის ხაზია, ბევრ ქვეყანაში არსებობს, ვერ ვიტყვი რომ ეს ცუდია. აქ პირველ რიგში მაინც ხალხურ მოძრაობაზე უნდა გადავიდეთ, ცივიწროვია ქუჩები. მაგრამ ქუჩები შევიწროვდა ამით, ხო? შევიწროვდა კი. აქ საერთოდ უნდა იყოს ძალიან ვიწრო ქუჩები ეს ერთი. ძალიან ვიწრო ქუჩები არის და აქ საერთოდ უნდა იყოს ხალხური მოძრაობა ეს ერთი და უნდა შეწყდეს. ეხლა ხო არ დავანგრევთ უკვე იმ მაღალსართულიან სახლებს, კატასტროფული საბედისწერო შეცდომები იქნა დაშვებული ამ მაღალ სართულიანი შენობების აგებით და ეს უნდა შეწყდეს. იმას არ ვიტყვი რომ ხა დავანგრიოთ ეს შენობები, მაგრამ გამოსავალი უნდა მოიძებნოს, რაც არის ეს უნდა შეწყდეს ნებისმიერ შემთხვევაში. ვალდებულება აქვს ადგილობრივ თვითმმართველობას, რომ თქვენი ცხოვრების 10%-ს თქვენ 10 წლიდან 1 წელიწადს არ ხარჯავდეთ გზაში. და ამ ვალდებულებას არა მარტო არ ასრულებს, საერთოდ არ დარდობს. არ დარდობს სინამდვილეში, იმიტომ რომ თავად ხელისუფლება არ ხარჯავს ამ დროს გზაში. არც ქალაქის მერი და არც ხელისუფლების არც ერთი წევრი ამ დროს გზაში არ ხარჯავს. ის დადის ბასლაინით, ანუ ავტობუსის ხაზით, ჯობია ეს სიტყვა ვიხმაროთ. ის მისთვის ყველაფერი შეიძლება, დანარჩენები იტანჯებიან და ამ დროს კიდე გიმტკიცებს, რომ მე კარგი რაღაც გავაკეთე. იმის თქმაც და აღიარებაც არ უნდა, რომ რაც გავაკეთე, არი ვარგა და მოდი ახლა სხვა რამე მოვიფიქროთ. ეს ხო მარტივია რა, უნდა ვთქვათ, რომ აი სხვა, კაი ესენი საერთოდ არ არიან ჩვეული, რომ თქვან რომ რაღაც შეგვეშალა. ის მაინც ქენი რომ ნელ-ნელა დაიწყე ამის გადაკეთება. არც ეს მაინც თავისას აწვევია. ზარეა ბატონ დავით, მოგესალმებით, ისაუბრეთ, პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. მოგესალმებით. მოგესალმებით, ძალიან გულისა და იბარული და
იმასო პაკიცემულებ. ერთი შეკითხვა მაქვს შეიძლება. ბრძანეთ. როიძენ რომ ამდენი პირი დაფნანგაო, ამდენი შეხედა, ამდენი მილიონი, ამდენი და ერთესადნოებო. ვორჩესა და ვორჩესა. ვინა ჩადდება მაგული, რატომ იმ ფულს უკან არ ატაინებენ, გენოපාლე, რატომ არ ამოს მაგასო ის ფული უკანოს წავიდა. უკანმა შემო. გასაგებ აბა ხო იმ მიპასუხა. მადლობა აუცილებლად. ბრძანეთ ბატონო დავით. ნუ ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს, მარტო იმის თქმა შეიძლება რომ თქვენს აბსოლუტურად სამართლიანად სწორედ აზროვნეთ. სწორი მოთხოვნა. ჯერ ერთი ნამდვილად ეხლა კაცი 50 მილიონს მოიპარავს ან რაღაცა ბევრ მილიონებს, მე 2 წელი ან 3 წელი სწორია, ნახევარი საქართველოს დათანხმდება, რომ მიეცი ამდენი ფული, ისე ჩაჯდება რამდენიმე წლით. ეს უსამართლობაც არის და უსინდისობაც. რა თქმა უნდა, ეს ფული უნდა მოიტანონ, ბიუჯეტშიც უნდა დააბრუნონ, ეს ფული ხალხს უნდა მოხმარდეს და სასჯელიც, რა თქმა უნდა იყოს ძალიან სერიოზული. იმიტომ რომ ეხლა იცით როგორი ვითარებაა? აბსოლუტური უსამართლობაა. ერთი ადამიანი მოიპარავს 10 მილიონს ან 20 მილიონს და მისცემენ იქ არ ვიცი 5 თუ 7 წელს და მეორე ადამიანმა შეიძლება მოიპაროს, ნუ არ ვიცი, $10,000 ღირებულების რაღაცა და მასაც მისცემენ ისევ 7 წელს. ან ქთამისთვის დააჭირონ, თქვათ რაღაცა 5,000, 7,000. შეიძლება ესე იგი სრულიად სხვა და შეუსაბამო თანხებისთვის ერთნაირი სასჯელია. მართალია აქ სასჯელი უნდა იყოს ძალიან დიდი და ძალიან მკაცრი, რომ ასეთი სურვილები არ იყოს და მეორე მხრივ ის ფული უნდა დაბრუნდეს. რა გითხრათ ახლა მე არა მაქვს პასუხი თქვენს კითხვაზე. ხელისუფლების მე ხო არა ვარ ხელისუფლება. ეს ხელისუფლება იქცევა ასე, როგორც იქცევა. სინამდვილეში ძალიან ბევრმა უნდა დააბრუნოს ფული ბიუჯეტში, მაგრამ მეორე კითხვაა, ბიუჯეტში რო დააბრუნებენ, ეს ფული ხალხს მოხმარდება თუ არა? იმიტომ ეს ფულიც ხო კიდე თქვენ უნდა მოხმარდეთ. წაიღებენ ბატონო დავით. და ეს ფული რო ბრუნდება, ან შეიძლება მიაქვთ კიდევაც სადღაც ვიღაცასთან, არ ვიცი მე სადმე. და მეორე რომ ეს ფული რო ბრუნდება, ხო ხალხს უნდა მოხმარდეს ისევ. მაგრამ ხალხს ხმარდება? ჩვენი ყველაზე დიდი ტრაგედია ის არის, რომ რეალურად არც ეს ხელისუფლება, არც წინა ხელისუფლება, არც იმის წინა და ყველაზე დიდი პრობლემა, რომ ყველა ხელისუფლება, რაც მე მახსოვს, სანამ ხელისუფლებაში მოვა, სულ აპარაკობს, რომ ის ხალხზე იზრუნებს. როდესაც ხელისუფლებაში მოდიან, ხალხზე ზრუნვა წყდება. არავინ არ ზრუნავს ხალხზე. თავის თავზე იწყება ზრუნვა. იწყება ზრუნვა თავის თავზე და იწყება ფული სხვადასხვა გზებით გათეთრება. სხვა და ჩვენ უცებ ვიგებთ მაგალითად, რომ გჭირდება, ნუ არ ვიცი, სადღაც გჭირდება რაღაც საბაგირო გზა. და ხალხს ვინმე მკითხა ჭირდება ეს საბაგირო გზა. სადღაც რაღაცა ჩვენ უნდა ავაშენოთ სადღაც 30 სართულიანი რაღაც სახლი, რომელიც არავის არ ჭირდება სინამდვილეში. მუდმივად ჩდება ამოცანები, რომელიც დაკავშირებულია ხან გამწვანებასთან, რომელიც რეალურად იმ ადგილას საჭირო არ არის, ხან გზის ხელახლა, ესე იგი უნდა დაშალონ ეს გზა, თავიდან ააწყონ, რომელიც იმ მომენტში არავისთვის საჭირო არ არის. სინამდვილეში ეს ყველაფერი არის ფულის კეთების საშუალებები და ხალხის მდგომარეობა არანაირად არ იცვლება. აქ სუპირიქით უნდა იყოს, მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს ფულის ხარჯვა სხვადასხვა გაუგებარ პროექტებზე და ეს ფული მაქსიმალურად უნდა მიმართული იყოს ადამიანებზე, ფიზიკურად ადამიანების პენსიები უნდა გაიზარდოს, ფიზიკურად ადამიანებისთვის დახმარება უნდა გაიზარდოს, ფიზიკურად რო ვამბობ, წვრილი ბიზნესის ჩუქება უნდა მოხდეს ადამიანებისთვის, ფიზიკური შრომა, ფიზიკურად უნდა ქმედებები გადაიდგას, რომელიც ადამიანებს პურის ფულს გაუჩენს. და ესეთი ფიქრები საერთოდ არ არის, აქ თავარი არის შეფუთვა. შეფუთვა, სადღაც მიგიყვანენ, გეტყვიან, აი ნახეთ ჩვენ ამ ქუჩაზე ასფალტი ხელახლა დავაგეთ, რაღაცა ხელახლა გავაკეთეთ, იქ რაღაცა სკვერი გავხსენით. ადამიანებს უნდა შეეკითხო, აი ამ ყველაფერმა რომელი ადამიანის ცხოვრებაში მოიტანა ფული.
სიმდიდრე რომელ ადამიანს შემატა? არავის. სიკეთების მოუტანა. ზარია კვლავ პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ბრძანდებით ისაუბრეთ. ხანძე ვარ. ეთერში ვარ. დიახ, პირდაპირ ეთერში ბრძანდებით ისაუბრეთ. ტელევიზორს დაუწიეთ და ისაუბრეთ. ჩვენ გვისმინეთ, ჩვენ ტელევიზორს ნოუსმენთ. მოგესალმებით. აი მეორე წერია, ვიობდა ძის გამოვედი ხაზზე. მე თქვენი მხარდამჭერი ვარ. 24 წელს ერთი დაბადების ნაციონალი ხალი გადმოვიდირე. დაუწიეთ ტელევიზორს ნოუსმენთ, ქალბატონო, დაუწიეთ და პირდაპირ ისაუბრეთ. ტელევიზორს ნოუსმენთ. გავიგეთ, მოგესალმებით ქალბატონო, გადმოიბირეთ ნაციონალი ქალბატონი 2024 წელს. ისმენთ. ეხლა მეორე წელია, აი ძლის გარები ხაზზე, ძლის დავამყარე კონტაქტი. ეხლა მე ოცნებასთან მაქვს ერთი შეკითხვა. მე დახარიეს მხარეზე არა ვარ. დამნაშავეა ის მართალია, რაც ხალები დაგხარა და რაღაცა ტერიტორიები დააკარგინა საქართველოს, მაგრამ ამ დროს ოცნება სად იყო, რატო დაასინაურებს და პრემიერ-მინისტრად რატო დასწრეს? გასაგებია. მადლობა ზარისთვის, ეს ისეთი თემაა, რომ როგორ გითხრათ, ხა ჩვენ არ შეგვიძლია გიპასუხოთ ამ კითხვაზე. ქართულ ოცნებასთან იყო ეს კითხვა პრინციპში, ჩვენთან არც არის ბატონო. ეს შეკითხვა ქართულ ოცნებას ეკუთვნის. არ ვიცი, მე ქართული ოცნება არის ესეთი ორგანიზაცია, რომელშიც ადამიანები ბევრი მოდიან, თვითონ ქართული ოცნება ამბობს ჯერ, რომ ეს ადამიანები არიან ყველაზე საუკეთესოები და საუკეთესოებში საუკეთესოები. ამ დროს ჩვენ არ ვიცით არიან თუ არა ისინი საუკეთესოები და საუკეთესოებში საუკეთესოები. მერე ქართული ოცნება იწყებს მათ ესე იგი გმირად აქცევს მათ და ამბობს რომ ესენი არიან გმირები. ჩვენ არ ვიცით ამ დროს არიან გმირები თუ არა. იმიტომ რომ ამასობაში ჩვენ ვერც ის დავინახეთ რომ ესენი საუკეთესოები არიან და ვერც ის რომ გმირები. მერე ქართული ოცნება ამბობს რომ ესენი არიან შეუცვლელები. არც ეს ვიცი ჩვენ არიან შეუცვლელები თუ არ არიან შეუცვლელები, იმიტომ მე მგონი რომ შეუცვლელი არავინ არა. მერე რაღაცა ხანში რაღაც კონფლიქტი ხდება და ქართული ოცნება ამბობს რომ ესენი უნდა წავიდნენ, იმიტომ რომ არ ვარგიან, ანუ ის ადამიანი ვინ შეუცვლელი გმირი და საუკეთესოთა საუკეთესო იყო და ის გამოც დაწინაურდა, ის ცუდად გაუკეთებია და უნდა მერე ვიგებთ რომ არ ვარგოდა და ჩვენ არ ვიცით ვარგოდა თუ არ ვარგოდა, არც ეს ვიცით. მერე ვიგებთ რომ ამან ყველაფერი გააფუჭა, ის ყველაფერი, რაზეც მანამდე ვიგებდით რომ ყველაფერი ააშენა და გააკეთა. და არც ეს ვიცით ჩვენ ამან გააფუჭა მართლა თუ არ გააფუჭა. მერე გვეუბნებიან რომ ესენი არიან მოღალატეები და ერის გამყიდველები, ის ადამიანები ყოფილან მოღალატეები და რომლებიც ადრე იყვნენ გმირები და ერის შვილები და არც ეს ვიცით ჩვენ არიან თუ არა მოღალატეები. და ბოლოს ტრება დაცხადებენ და არც ეს ვიცით ტრები არიან თუ არა. ეს არის ჩვეულებრივი აი ქართული ოცნების სტილი. საუკეთესო, გმირი, შეუცვლელი, საქმისკეთებელი, მერე საქმის გამფუჭებელი, მოღალატე და დასაპატიმრებელი. და არც ერთ ამ ეტაპზე ჩვენ არ ვიცით სიმართლე რომელია. ეს არის ამ ორგანიზაციის ქართული ოცნების შიდა საქმეები, ხა ჩვენ როგორ ჩავერევით აქ თვითონ იციან თავის შიგნით რა ხდება. ამიტომ ჩვენ ვერაფერ კომენტარს ამაზე ვერ გავაკეთეთ. ეს ქართული ოცნება აკეთებს თვითონ ამ ყველა კომენტარებს.
მოკლედ 17 სექტემბრიდან 2 1 ოქტომბრის ჩათვლით, რახან ბატონ კალაძეზე ვსაუბრობთ, კვლავ მისი გაცხადება მინდა გავაჟღერო. გამოაცხადა რეგისტრაცია პროფესიულ საქმიანობებზე. 80 პროფესია არჩეული და მოუწოდებს ყველას, რომ დარეგისტრირდნენ ამ საიტზე და მათი სწავლება იქნება აბსოლუტურად უფასო. ბატონ დავით, როგორ ფიქრობთ, ეს სწორი მიმართულებაა ახალგაზრდებისათვის, აი სწორი მიდგომებია ეს? კარგია, რომ მოვუწოდებთ, რომ 80 პროფესია და აი წახალისებულები ხართ თქვენ, რომ გამოხვიდეთ პროფესიული მუშაკები. ეს ყველაფერი კვლავ ამბობ, ხელისუფლება ქმნის პრობლემას, თვითონ ბადებს ამ პრობლემას, მერე თვითონ იწყებს მის გადაჭრას. ეხლა ამ შემთხვევაში ეს პრობლემა სააკაშვილის ხელისუფლებამ შექმნა. და მანამდეც კიდე თქვა შევარდნაძის დროს დაიწყო ამ პრობლემის შექმნა. მერე სააკაშვილმა განავითარა, ამათმაც განავითარეთ. ჩვენ პარტიას აქვს ძალიან მარტივი მიდგომა, რომელიც ეფუძნება ჩვეულებრივ ლოგიკურ აზროვნებას. ჩვენ ცხოვრობთ 21 საუკუნეში. ეს არ არის არც მე-20 საუკუნე, არც მე-19 საუკუნე. ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ დღეს ყველა ადამიანს აქვს მობილური ტელეფონი. ყველას თუ არა, ძალიან ბევრს. დღეს ადამიანებმა დაინახეს რა არის მობილური ტელეფონი. დღეს ადამიანებმა დაინახეს, რომ ამ ტელეფონის გარეშე, კომპიუტერის გარეშე ამას უსვავ ხას, კომპიუტერის გარეშე ცხოვრებაში ვერსად ვერ წახვალ. დღეს ძალიან ცოტა პროფესია, აი ძალიან ცოტა პროფესია, სადაც კომპიუტერული ტექნოლოგიები არ არის საჭირო. მაგალითად ეხლა თუ ადამიანი იატაკს აგებს, პარკეტს აგებს, რო იტყვიან, მას შეიძლება ეხლა კომპიუტერი არ დაჭირდეს. თუმცა ის პარკეტიც დღეს კეთდება კომპიუტერული ტექნოლოგიების მეშვეობით მზადდება, თავად პარკეტი და ეხლა პარკეტის დამგებმა შეიძლება დღეს არ გამოიყენოს ეს. თუმცა ეხლა ახალი ტექნოლოგიები შემოდის და აქაც ყველაფერი სხვანაირი ხდება. ანუ ადამიანებს ჭირდებათ მეტი ცოდნა. დღეს ადამიანი უნდა იყოს ძალიან ცოდნე და ძალიან განსწავლული. ეს ერთი თემაა. ამასთან გადაბული არის მეორე საკითხი, რომ სახელმწიფო უნდა მაგალითით უჩვენებდეს ადამიანებს, რომ სწორედ განსწავლული ადამიანი იქნება წარმატებული ადამიანი. აბსოლუტურად სხვა სახელმწიფოში ცხოვრობთ ჩვენ დღეს. ახალგაზრდები ხედავენ, რომ სწავლას და განსწავლულობას არ აქვს არავითარი მნიშვნელობა. იმისთვის, რომ შენ გახდე მდიდარი, ამისთვის ყველაფერს ჯობია, რომ შენ გახდე ან დეპუტატი, ან მინისტრი, ან მინისტრის მოადგილე, ან სადღაც იქ აღმოჩნდე. აი ამას ხედავენ. ან ისეთი ბიზნესმენი უნდა იყო, რომ მათთან დაახლოებული იყო. ამიტომ კიდე რაც ნათლად ხედავენ ახალგაზრდები, თავარი ცოდნა არა ისევ და ისევ, თავარი განსწავლულობა არა, თავარი და ზნეობაც არა, თავარი არის პირიქით. იყო უზნეო კაცი, კონდეს უნარი, მიდგე, მოდგე, სადღაც შეძრე, გამოძრე, ვიღაცა შეუძრე, გადაუძრე. აი ეს არის მთავარი. და ამ შეძრებით და სადღაც შეტენვით მიიღებ რაღაც თანამდებობას, გაგიჩნდება ფული. ან გახდები ბიზნესმენი და მოგაგებინებენ რაღაც ტენდერს და გაჩნდება ფული. აი ამას ხედავს ახალგაზრდობა და ამიტომ არანაირი ცოდნა არ აინტერესებს. ამ დროს პირიქით უნდა იყოს. ერთი რომ ახალგაზრდობა უნდა ხედავდეს, რომ ცოდნა და განსწავლულობა იძლევა წარმატებას. ეს არის სამი საწინდარი წარმატების. მეორე, ეს ცოდნა ადამიანებს არ შეიძლება დღეს ფულის საფასურად მივაწოდოთ. საერთოდ არ შეიძლება, არამედ 80% პროფესია, არც ერთი პროფესია არ უნდა იყოს, საერთოდ ფასიანი სწავლა არ უნდა იყოს. კიდე უნდა გავაცნობიეროთ, მაგრამ ჩვენი ხელისუფლება თვითონ ვერ აცნობიერებს, სწავლა და ცოდნა არის მთავარი იარაღი ადამიანის. ამას ვერ აცნობიერებს ხელისუფლება და არ ცდილობს, რომ სწავლა და ცოდნა მისცეს. ბატონ დავით, აქ მთავარი რა არის, იცით, რომ პროფესიული განათლება იქნება უფასო და რატომ უმაღლესი განათლება არ არის უფასო? აუცილებლად უფასო რატომ უნდა არის იყოს. პრიორიტეტი? აუცილებლად უფასო უნდა იყოს. კიდევ ამბობ, ეს არის უცოდინრობის შედეგი. თავად ეს ხელისუფლება, ძალიან ბევრი ადამიანი ამ ხელისუფლებაში არის, აი ძალიან უცოდინარი. ძალიან ბევრი ადამიანი ამ ხელისუფლებაში ძალიან დაბალი განათლების დონის არის. ძალიან განუსწავლელია და ამას ვერ ხვდება. სწავლა უნდა იყოს, ჩვენი პარტია დიდი ხანია 10 წლეულები ვლაპარაკობთ ამას, რომ სწავლა უნდა იყოს პირველი უფასო და მეორე სავალდებულო. ესე კაც რომც არ უნდადეს სწავლა,
უნდა ვაიძულოთ რომ ისწავლოს. უნდა ვაიძულოთ რომ ისწავლოს სკოლაში და უნდა ვაიძულოთ რომ მინიმუმ უნდა შემოვიდეს ახალი კურსი, ამას დიდი ხანია ვამბობთ, ზოგადი უმაღლესი განათლების 3-წლიანი კურსი. აი ეს ზოგადი უმაღლესი განათლების 3-წლიანი კურსი სავალდებულოდ ყველამ უნდა დაამთავროს. რას ნიშნავს, როგორ უნდა ვაიძულოთ? როგორ და ადამიანმა უნდა იცოდეს, თუ ამ კურსს არ გაივლის, ის ვერსად ვერანაირ სამსახურს ვერ მოძებნის. ამიტომ სასკოლო განათლება, პროფესიული განათლება თუ ზოგადი უმაღლესი განათლების ბოდიში ზოგადი კურსი 3-წლიანი სავალდებულოდ ყველა ადამიანმა უნდა გაიაროს და ეს უნდა იყოს უფასო. ეს არის აუცილებელი მოთხოვნა 21 საუკუნის ადამიანისთვის. ანუ მე ხლა ჩემი გადმოსახედიდან მე აქ ის დავინახე რომ ბატონი კალაძესთვის და ქართული ოცნებისთვის პრიორიტეტია უფრო პროფესიული განათლება ვიდრე უმაღლესი განათლება, იმიტომ რომ პროფესიულ განათლებას გვიფინანსებენ ამ კურსებს და უმაღლეს განათლებას არ გვიფინანსებენ. ვიღაცა მუთხრა რომ ესე ვქნათო, აქ ორი ამოცანაა, ჯერ ერთი ეს ვიღაცის აზრია და იმ ვიღაცას საერთოდ არ ესმის რა არის განათლება და მეორე აქ პრაგმატული მიზანიც არის. პრაგმატული მიზანი ისაა, რომ მე ამ ადამიანებს არ ქონდეთ სურვილი, სადღაც ხელისუფლებაში აღმოჩნდეთ. Რაღაცა თქმა უნდა, ამასთან მაქვს საქმე. ზარია პირდაპირ ეთერში მოგესალმებით, ისაუბრეთ. მოგესალმებით. იცით რა მაინტერესებს? მე მეუნება თავდობა, რომ ვიღავი წყნარად და სიღარიბეს უნდა დაუძლო. Ცარილა კურსები იყო და მშვიდობას გაიძახიან კაიმში. თვითონ დირექტორებიან უცხოეთში მიდიან, საზღვარგარეთ ასწავლიან ბავშვებს. იმათი მშვიდობა არ არის. ხო, ესე იგი მე უნდა მშვიდობა შევინარჩუნო და აი შევიკავო და არ მოვიღო ხმა ხელოვნურად აღარიბებენ და აკნინებენ ხალხს. მართალი ბრძანებით. თქვენ რომ მშვიდობა გქონდეთ, ხიერი უნდა იყოთ. არჩევნებით არ ვიცი, რა ბოიკოტი არიან და რანაირად იქნება ეს არჩევნები, რა იქნება არ ვიცი არაფერი. თქვენს ხარჯზე უნდა ხელისუფლება სურს, რომ თქვენ ხარჯზე ის იყოს კარგად და თქვენ იყოთ ცუდად. ეს არის სამწუხაროდ რაც მე მახსოვს ბოლო ხელისუფლებების დაავადება ეს იყო. ყველა ეს ბოლო ხელისუფლება ამას იძახდა, რომ ყველაფერს შეეგუე, დაელოდე, ამასობაში გავიდა ცხოვრება. გავიდა ცხოვრება, ადამიანი მოკვდა, მთელი ცხოვრება ეგუებოდა, ელოდებოდა რას? და რომ გადახედო, რას ეგუებოდა და ელოდებოდა? ეგუებოდა იმას, რომ ერთნი უკიდურგანო დიდრდებოდნენ და მთელი თავის ცხოვრება კარგად უზრუნველყოფილად გაატარეს და დანარჩენები უმრავლესობა ეგუებოდა, ელოდებოდა, ეხლაც მორიგი ეს ტყუილია. ამიტომ ამბობ, ამას ქვია ფეოდალური საზოგადოება. ფაქტობრივად ჩვენ ქვეყანაში ნელ-ნელა ჩამოყალიბდა უკვე ფეოდალური საზოგადოება. გაჩნდნენ ახალი ფეოდალები, ეს ახალი ფეოდალები სწორედ არიან დიდრები ძალიან. დიდრები არა იმიტომ რომ ცოდნა აქვთ. არა იმიტომ რომ განსწავლულები არიან, არა იმიტომ რომ ერიშვილები არიან, არა იმიტომ რომ ამ ქვეყნისთვის რაიმე სიკეთე გააკეთეს. არა, მარტო იმიტომ რომ ესენი მიდგნენ, მოდგნენ, რაღაცა მიიტაცეს, რაღაც რესურსი ვიღაცას მოპარეს, წაართვეს, სადღაც შეძროენ, გამოძროენ და აი ეს არის ვინც ყველაზე მოხერხებული და პირველ რიგში სხვათა შორის ეს მოხერხებულობა უზნეობას უკავშირდება. ის ვინც უზნეო და მოხერხებული იყო, მაგრამ არა აქვს მნიშვნელობა მცოდნეთ და წესიერი და პატიოსანი. პირიქით უზნეო და მოხერხებული ვინც იყო, ყველა ნელ-ნელა გახდა ახალი ფეოდალი და ის სწორედ ამ უზნეობიდან გამომდინარე ყოველდღე მოგიწოდებს, რომ შენ მოითმინე, შენ შეეგუე, შენ მშვიდობას გაძლევ, დაელოდე ამას ყველაფერს და მოკვდი კიდევაც ესე. მადლობა თქვენ რომ მშვიდობა. და რომ მოკვდები კიდევ უთხარი მადლობა ახალ ფეოდალებს, რომ მშვიდად ვკვდები. და ესენი კიდე იცხოვრებენ სრულფასოვანი ცხოვრებით და იქნებიან კარგად და შენ მშვიდად შიმშილში მოკვდი. ეს არის ამათი და აი ეს უნდა ხალხმა გააცნობიეროს. ოით მოკვდები თუ შიმშილით მოკვდები რა მნიშვნელობა? ეს უნდა გააცნობიეროს. ამიტომ ადამიანებს დანახვის უნარი უნდა კონდეს. ის პატრიოტთა ალიანსი და ის 8 ნომერი უნდა შემოხაზოს 70%-მა. და მაშინ იქნება რაღაცა ცვლილება. იმას შეხედეთ, ვინ რა წვლილი შეიტანა. ვინ არის, ვისაც არასოდეს არავინ არ მოუტყუებია, არასოდეს არავის არ უღალატნია. ეს ჩვენ ვართ, ჩვენი პარტია. ჩვენ ამ ხალხისთვის არასოდეს გვიღალატია, არც ჩვენი პრინციპებისთვის. ყოველთვის პრინციპულად სამართლიანად წესერად ვიქცეოთ. არასდროს მოგვიტყუებია, დაპირება ყოველთვის შეგვისრულებია. ზარია პირდაპირ ეთერში კვლავ მოგესალმებით, ისაუბრეთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. გამარჯობა. მოგესალმებით.
ბატონ ჯორიკანმა შეგითხა ამ საფსაბერიოში კოდიო შემნახალი სანარები და ჩვენ შრომით მოგმოებული ფული ხოდა შენახული ის ფული დავასწრეთ და აღარებინ საუბრობს ამაზე ვინ დაგვიბრუნე ან რაღაცა ობესაქია მოხსენ ან რაღაცა გასაგებია ანაბრებზეა საუბარი ბატონ დავით რატო არ საუბრობთ ყველა ჩვენ პროგრამაში დიახ ყველა ჩვენ პროგრამაში 2016 წლის არჩევნებში 2020 წლის არჩევნებში იყო კონკრეტული გეგმა რომელშიც ეწერა რომ მთელი ეს ფული ეს არის დაახლოებით 2 მილიარდ ზეალაპარაკი ეს 2 მილიარდი ალბათ დოლარია და ლარებში ეს ალბათ შეიძლება 6 თუ 7 მილიარდიც იყოს ყოველ წელს ყველა ჩვენს პროგრამაში იყო საუბარი რომ ეს ფული დაუბრუნოთ ხალხს გეგმაც კი გქონდა როდესაც ჩვენ ვამბობდით რომ გავყოთ ეს თანხა ვთქვათ 5 წელზე და ყოველ წელს მეხუთედი დავაბო დიდი ხანი ამ გასული 10 წლის განმავლობაში სახელმწიფოს შეეძლო და უნდა დაებრუნებინა ეს ფული. და ერთადერთი პარტია, რომელიც ამ საკითხს აყენებდა, ვიყავით ჩვენ. ერთადერთი პარტია. ხელისუფლებას ეს არასოდეს არ აინტერესებდა. არ ვიცი აინტერესებდა თუ არა მომრჩეველს. ვიმეორებ, ჩვენ ვიყავით ერთადერთი პარტია, ვინც ამ საკითხს აყენებდა. და ჩვენ როგორ კარგად ქონა გაწერილი ბატონო დავით, ჩვენ საუბრობდით ეტაპობრივად, თქვენ სრული ჭეშმარიტება ბრძანეთ 5 წელიწადზე იყო გათვლილი და თან პირველ რიგში უნდა დაკმაყოფილებულიყვნენ უფრო მხცოვანები, ასაკოვანი ხალხი და იმ შემთხვევაში თუ თანხა საკმარისი არ იქნებოდა, შეიძლება მიწებითაც კი აგვენაზღაურებინა ჩვენ ეს გაწერილი გვაქვს ნამდვილად საარჩევნო პროგრამაში. ეს ხელისუფლებას არ აინტერესებს. გაგვაფერადეთ და შემდეგ უკვე ხელისუფლება იმაზე ზრუნავს რომ ყველანი მოუკვდეთ ჩვენ და არავინ არაფერი არ მოითხოვოს და ეს ხელისუფლება გამდიდრდეს. გიმეორებთ ამ გეგმაზე ჩვენ ეს პროგრამა, ეს პროექტი იყო ყველა არჩევნებში ვაყენდა მარტო ჩვენი პარტია იყო ერთადერთი ვინც ამას აყენებდა, მაგრამ ნუ ეთყობა ხალხი დიდად არ ინტერესდება ამით, არ ვიცი. ხო, ახლა ხმა თუ არ მოგცეს ბატონო დავით და უმრავლესობაში თუ არ ვიქენით, ვერანაირად ჩვენ ვერ განახორციელებთ ვერც ერთ ჩვენ პროგრამას, არამც თუ ანაბრების თემას. ბატონ დავით, ზარია კიდე მოდერნიზაციას კი ბატონო, ზარია პირდაპირ ეთერში ბრძანდებით, ისაუბრეთ. გამარჯობათ. ემიხარია რომ ეს სტუდიაში გერაპარაკებით ეხლა რა არის რომ ხალხს რომ ყოველ რომ აღირჩიებო და ხალხის უნდა დახმარება ეს ხომ უნდა ითქოს ამ ხალხს თუ რაღაცით ესმარებია მე მას ჩამოსასწრები პლის ალბათონი რომელიც მის ნაკვეთი და ოთხიტებია ლეგალიზაცია და საბარებული და ვერაფრით ვერ დამოსწრებით ნაკვეთი და ამათ უნდა მიხმა და არაგენა ასენის ცენტრში საფინდი გასაგებია მართალი ბრძანდებით არაფერს არ გაგიკეთებენ როგ პირდებიან ეგეც კი მიგვირს ეხლა იცით მე მგონი ამ ახალ არჩევნებში ხელისუფლება აღარავის არაფერს არ პირდება მე არ მომისმენია დიდად არაფერი დაპირებები ესენი უბრალოდ არც პროგრამა აქვს არც დაპირება უბრალოდ ამბობენ რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენ გავიმარჯვოთ და ჩვენ რაღაცას გავაკეთებთ და რას გააკეთებენ თავის სასიკეთოს ანუ ჩვენ კიდევ უფრო გავძლიერდები და უფრო მეტი ფეოდალები გახდებიან თუ შეიძლება მეც ვუპასუხებ ქალბატონო შემომშვენიო რომ ქალბატონო მადლობა რომ საშუალება მომეცეთ ახლა მე ჩემი აზრი გამოთქვა ზოგადად მოსახლეობას გონია რომ საპარლამენტო არჩევნები უფრო მნიშვნელოვანია და უფრო პრიორიტეტულია ვიდრე ვთქვათ ადგილობრივი არჩევნები საქმეც ამაშია რომ ადგილობრივი არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია ყველა ჩვენთაგანის იქ მისვლა და გაფერადება იმ ნომრის ვისი იმედიც გაქვს ახლა რა თქმა უნდა მე გთავაზობთ რომ გააფერადოთ 8 ნომერი ხო ჩვენი პარტია რატომ იმიტომ რომ პირველ რიგში ახლა თქვენ რომ მიწას ვერ იფორმებთ ხო თქვენ
კომუნიკაცია გაქვთ იმ ადგილობრივ ხელისუფლებასთან. იქ პარლამენტში კი არა, იმ საკანონმდებლო ორგანოში, იქ მინისტრებამდე თქვენ არავინ შეგიშვებთ. აი იმ ადგილობრივ ხელისუფლებასთან და ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ეს არჩევნები. ნუ გულებელყოფთ, აი როგორც საპარლამენტო არჩევნებზე ქუდზე კაცი უნდა დავირაზმოთ, მივიდეთ და გავაფერადოთ ნომერი 8, რახან თქვენ მოგწონთ ჩვენი პროგრამა და რახან თქვენ ჩვენი იმედი გაქვთ და ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ნუ იტყვით რომ საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანია და ადგილობრივი არა. არამც და არამც ადგილობრივ არჩევნებს პირველ რიგში თქვენთვის აქვს და ჩვენთვის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ბატონო დავით, მოკლედ ერთ-ერთი არა, წინა გადაცემაში მე აქ სტუმრის რანგში ვიყავი მოწვეული და შემოვიდა სატელეფონო ზარი და ბატონი შემეწინააღმდეგა, როდესაც ჩვენს პროგრამას ვშლიდი, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი პუნქტი, რომ თბილისში აღარ შეიძლება რომ აშენდეს ეს მაღალი კორპუსები, მით უმეტეს ცენტრში და თბილისი უნდა გაიწიოს რუსთავამდე, უნდა გავიდეს. დარეკა ბატონმა და ბრძანა რომ იცით რაო, ჩვენო აგრარული ქვეყანა ვართო და ამიტომო ის ტერიტორიებიო, როგორ შეიძლებაო დავკარგოთო რუსთავამდეო, ესეცო სოფლის მეურნეობითო უნდა ავღორძინდეთო და როგორ ფიქრობთ, სწორი მიდგომა, ახლა მე კი გავეცი პასუხი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ არც თქვენ არ გაეთანხმებით ამაზე. საქმე იმაშია, რომ უამრავი მიწა დღეს აგრარული თვალსაზრისით არსებობს და იმის გამოყენებაც კი არ ხდება, რაც არსებობს. არა ვართ აგრარული ქვეყანა, ეს უბრალოდ ადამიანს საერთოდ არ ესმის, რას ლაპარაკობს. დღეს 21 საუკუნეში ვერც ერთი ქვეყანა ვერ გადარჩება, თუ კი ის ციფრულ ტექნოლოგიებს და ციფრულ ეკონომიკას არ აწყობს. აგრარული აუცილებელია, რომ სოფლის მეურნეობის თემები გადაიჭრას, აუცილებელია, რომ სოფლის მეურნეობის პოტენციალი ამუშავდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პარალელურად არ უნდა ავაწყოთ ციფრული ეკონომიკა. ციფრული ეკონომიკაა მთავარი დღეს. ის, რაც გვაქვს ჩვენ სოფლის მეურნეობის კუთხით უკვე, იმას ვერ ვიყენებ ჩვენ მაქსიმალურად. პირიქით ადამიანები ჩეხავენ ვაშლს, ადამიანები ყრიან ციტრუსს, იმას ვერ იყენებენ. სახელმწიფომ რო სრულად აამუშავოს ის პოტენციალი, რაც გვაქვს და დაეხმაროს გლეხს და ფერმერს, საბჭოთა დროსაც კი, რაც იყო წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქტი, ჩვენ იმ დონეს ვერ მივაღწიეთ ვერც ერთი მიმართულებით. ჩვენ დღეს ციტრუსს ვაწარმოებთ 3-ჯერ ნაკლებს, ვიდრე საბჭოთა დროს ვაწარმოებდით. ამ დროს მოთხოვნა ამ ციტრუსზე იგივე ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში 5-ჯერ მეტია. და არავინ არ უწყობს ხელს გლეხს და ფერმერს, რომ მან ეს წარმოება, ანუ რასაც აწარმოებს, რაც უკვე არის სოფლის მეურნეობისთვის გამოყოფილი მიწები, იმ მიწებზე მეტი პროდუქტი შექმნას და არავინ არ ეხმარება, რომ ეს პროდუქტი გავიდეს იგივე ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში. ამაზე არავინ არ ზრუნავს. ამიტომ უნდა გავიგოთ, აქ პრობლემა ის კი არ არის, რომ დამატებითი მიწები გჭირდება სოფლის მეურნეობისთვის. პრობლემა ისაა, რომ რაც არსებობს უკვე იქ პროდუქტი, რომელიც მოყვავს, 3-ჯერ, ზოგჯერ 5-ჯერ გააჩნია მიმართულებას. ვაშლის მხრივ არის, მე მგონი 5-ჯერ, ციტრუსის მხრივ არის 3-ჯერ ნაკლები, ვიდრე საბჭოთა დროს რო იყო. და ეს უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჯერ იმას დავეწიოთ. და ეს ვერ გაკეთდება საბჭოთა დროს რატომ იყო? იმიტომ რომ მაშინ სახელმწიფო უზრუნველყოფდა ამ პროდუქტის გატანას ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში. მერე ჩვენ გადავედით კაპიტალისტურ, მაშინ ცეკავშირი იყო ესეთი ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფდა ამის გატანას. მერე ჩვენ გადავედით ეგრეთ წოდებულ კაპიტალისტურ სისტემას და უცებ ვიღაცამ თქვა, რომ არავინ არავის არ უნდა დაეხმაროს და ვინც გინდა რაც გინდა ქნას. სადამდე მიგვიყვანა ამან. არსად ეს არ ხდება მსოფლიოში, ის ცეკავშირით საბჭოთა გამოგონება კი არ იყო. ის არის დასავლეთში იყო და არსებობს დარგობრივი კორპორაციები. ცეკავშირი იყო მაგალითი, ანალოგი იყო დარგობრივი კორპორაციის ანალოგი, რაც იყო ბრიტანეთში ან ამერიკაში. დღეს უნდა შეიქმნას დარგობრივი კორპორაციები და ამას სახელმწიფომ უნდა შეუწყოს ხელი. იქაც თავის დროზე სხვა შორის სახელმწიფომ შეუწყო ხელი. და ამათი მეშვეობით უნდა მოხდეს პროდუქტის გატანა და ჯერ ის დონე მაინც აღვადგინოთ, რაც საბჭოთა დროს იყო, თუნდაც ბევრად უკეთესი იქნება ცხოვრება, ასე რომ ამაზე უნდა ვიზრუნოთ. სარეაკლო პირდაპირ ეთერში მოგესალმებით, ისაუბრეთ. ისაუბრეთ, ნუ უსმენ ტელევიზორს დაუწიეთ, ისაუბრეთ.
გაითიშაზარი. ბატონ დავით, მოკლედ მნიშვნელოვანი თემა ახლა კიდევ განსახილველი, ეს უკვე უცხო ქვეყნებთან ურთიერთობას შეეხება. ჩვენი პრეზიდენტი გაეროს 80 სესიას ესწრება, მიწვეული არის. ამავდროულად მას ექნება მაღალი დონის შეხვედრები და მათ შორის შეხვდება პრეზიდენტ ტრამპს და მის მეუღლესაც. როგორ ფიქრობთ, აი ეს ნაბიჯი, თქვათ, მისი მიპატიჟება არის ურთიერთობების დათმობა და დარეგულირება, თუ ეს მორიგი ჩვეულებრივი ამბავად უნდა მივიღოთ? სიმართლე გითხრათ, მე არა მაქვს ინფორმაცია შეხვდება თუ არა პრეზიდენტ ტრამპს. კი, პრეზიდენტი ტრამპი და მისი მეუღლე უნდა შეხვდნენ ყაველაშვილს, ბატონ ყაველაშვილს. ისიც მეუღლესთან ერთად არის საბრძანებული. ძალიან კარგი თუ შეხვდება, დავინახოთ ახლა ეს ჩვენ. მე არ ვიცი საქმე რაშია. გაეროს ტრიბუნა სხვა რამაა. ჩვენ ვართ გაეროს წევრი ქვეყანა და გაეროს ტრიბუნაზე მართალია გაერო ნიუ-იორკშია განლაგებული, მაგრამ გაერო არ არის ამერიკული ორგანიზაცია. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ეს არის ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ქვეყნებს. და მოწოდებულია იმისთვის, რომ ქვეყნებმა ბევრ საკითხში კოორდინირებულად იმოქმედონ. მოწოდებულია იმისთვის, რომ ქვეყნებში ზოგადად ადამიანის უფლებების დაცვა ხდებოდეს, ქვეყნებში ზოგადად თუ არის პანდემია, ჯანმრთელობის საკითხები წყდებოდეს და უამრავი სხვა ესეთი საკითხებია და ეს არის ორგანიზაცია, სადაც ქვეყნები ერთმანეთთან ურთიერთობას ამყარებენ და რაღაც ერთობლივ ყოველ შემთხვევაში ყველასათვის მისაღებ ნაბიჯებს გეგმავენ. და ეს ამერიკული ორგანიზაცია არა, მე რა რომ ამერიკაშია განთავსებული და მე რა რომ ნიუ-იორკშია მის შტაბ-ბინა, ანუ მის მთავარი ოფისი არის ნიუ-იორკში, გაეროში ყველა მონაწილე ქვეყანას აქვს უფლება გამოსვლის და ყველა იქ გამოდის. მეორე თემა გაეროში როცა იქნება საქართველოს პრეზიდენტი შეხვდება თუ არა, თუ შეხვდება ამერიკის პრეზიდენტი ძალიან კარგია, ეხლა ოპოზიცია ამბობს რომ არ შეხვდება, ოპოზიცია კი არა, რა ქვია მათ, თუმცა გაწერილია მეუღლესთან ერთად შეხვედრა. ვიღაც ამბობს შეხვდება, ვიღაც ამბობს არ შეხვდება. შეხვდება ძალიან კარგი. ოპოზიცია იმასაც ამბობს, რომ არ იქნებაო მაღალი რანგის შეხვედრებიო, თუმცა ქართული ოცნება გვეუბნება, რომ მაღალი რანგის შეხვედრები დაგეგმილია. ხო და გამოჩნდება ეს, ეხლა ჩვენ რა კომენტარი გავაკეთოთ, თუ ეს შეხვედრები მოხდა, თუ პრეზიდენტი ყაველაშვილი შეხვდება მეუღლესთან ერთად ტრამპს და მელანიას, ქალბატონ მელანიას. ძალიან კარგი იქნება ეს. ეს იქნება ძალიან კარგი. მისი მეუღლე ჩემი მეგობარია სხვათა შორის და ეს იქნება ძალიან კარგი, ჩემი სტუდენტი იყო. ბატონი ყაველაშვილის. თამარ ბაგრატიონი მისი მეუღლე იყო ჩემი სტუდენტი და ძალიან კარგი გოგო. ძალიან კარგი იქნება თუ ეს შეხვედრა მოხდება. ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაცა დასავლეთთან ურთიერთობაში შეიძლება რაღაც დათბობა მოხდეს, მაგრამ არ ვიცი, დავინახოთ. მეორე თემა რას ეტყვის თუ ეს შეხვედრა მოხდა, რას ეტყვის ამერიკა, იმიტომ რომ ამერიკას აქვს მთელი რიგი მოთხოვნები საქართველოსთან მიმართებაში და მეორე თემა რა საუბარი შედგება ამ მოთხოვნებთან დაკავშირებით. თუმცა ხელისუფლება გვეუბნება, რომ ახლა მთელი მსოფლიო და მით უმეტეს ტრამპის სიმართლეს გაიგებს, თუ როგორი ზეწოლა იყო deep state-ისგან ჩვენზე და მოკლედ ყველაფერს გაიგებს ბატონი ტრამპიო. და ნუ დაგვაიწყო ბატონ დავით, თქვენ სულ ჭეშმარიტებას ბრძანებთ, თუ კი ვთქვათ ბატონ ტრამპთან მოხდება შეხვედრა და მაღალი დონის შეხვედრები კიდევ სხვები იქნება, თავისთავადად რაღაცა დათბობისკენ წავა ეს პროცესი. რატომ? იმიტომ რომ 79 სესიაზე სწორედაც ბატონი კობახიძე იყო წასული და მინდა გითხრათ რომ მას არანაირი მაღალი დონის შეხვედრები არ ჰქონდა. იგი მხოლოდ როგორც წარმომადგენელი იყო დაესწრო, სიტყვით გამოვიდა, მაგრამ არანაირი შეხვედრები მას არ ჰქონია და ეხლა რასაც პროგნოზირებენ და რასაც გვეუბნებიან, ალბათ ასე იქნება. დასავლეთისთვის ყაველაშვილი სხვა ფიგურაა და შეიძლება უფრო თბილად შეხვდნენ. კიდევ ვიმეორებ, კარგი იქნება თუ ეს შეხვედრა მოხდება. და მთავარი არის ამ შეხვედრაზე რა საუბარი შედგება და რას მოითხოვს ჩვენგან ამერიკა და რას ვიტვირთავთ ჩვენ, რის გაკეთებას ვიტვირთავთ. ფაქტი ერთია, რომ მთელი რიგი მოთხოვნები აქვს ამერ, რომელიც ჩვენ ვიცით. და ეს მოთხოვნები ეხება ყველაფერს, რადიკალურად არჩევნებს და ასე შემდეგ. ბევრ საკითხებზე აქვს საუბარი. კაი იქნება თუ ეს შეხვედრა იქნება. ზარია კლოპირდაპირ ეთერში მოგესალმებით. ბრძანეთ. ალო. ბრძანეთ, ისაუბრეთ. გამარჯობათ. მოგესალმებით. ბატონო დავით, ჭკვიანი კაცი ბრძანდებით და ჩემგან არაფერი გესწავლებათ.
თავარი რაც არის იმაზე არ ლაპარაკობს. არ გვაქვს სახელმწიფო. აი სახელმწიფო რა თქმა ჯანდაცვის მინისტრი როცა ერთი კლინიკა არ აქვს. როცა ერთი პოლიკლინიკა არ აქვს. აი ეს არის ჩვენი უბედურება, ყველაფერი არის ბიზნესი, როდის იყო ხალხზე ზრუნავდა. ასახვიდეთ. სახელმწიფო ყველაფერი და განაჩენი ბიზნესი კი ბატონო. ერთი წუთი ეთერიდან, ნუ გახვალთ ეთერიდან. დიახ. როგორ არ ვსაუბრობთ? ამ ეთერში ერთი 200-ჯერ მაქვს ნათქვამი, რომ უნდა აშენდეს გაჩნდეს სახელმწიფო, ანუ ესე იგი მუნიციპალური ქვია ახლა ამას, მუნიციპალური პოლიკლინიკები, მუნიციპალური საავადმყოფოები. ჩვენ პროგრამაში ეს არის, თბილისში უნდა იყოს მინიმუმ 4 მუნიციპალური საავადმყოფო, მინიმუმ 18 მუნიციპალური პოლიკლინიკა, რუსთავში უნდა იყოს. ეს ყველაფერი ჩვენ ამას ყველა ეთერში ვსაუბრობთ, ყველაში. ნუ იმდენჯერ მაქვს ეს ნათქვამი, ყველა ჩვენ პროგრამაში ეწერა. დღეს ვილაპარაკეთ. მოუწოდეთ შექმნან სახელმწიფო. დღეს ჩვენ ვისაუბრეთ, დღეს ამ ეთერში ვისაუბრეთ, რომ უფასო უნდა იყოს განათლება, რომ უნდა იყოს შეიძლება თავი თქვენ არ გვისმენდით თავიდან, ჩვენ ვისაუბრეთ, რომ უნდა იყოს უმაღლესი განათლების ზოგადი სამწლიანი კურსი უფასო და სავალდებულო ყველასთვის. ანუ განათლება, ამაზე ვილაპარაკეთ ყველაფერზე. ასევე ვსაუბრობთ ამ საავადმყოფოებზე, ყველაფერი ეს ნალაპარაკები გვაქვს. ბატონო ჩემო, ხელისუფლებას რომ უნდა აიძულოთ თავრობა რომ შექმნან სახელმწიფო ორგანიზაციები. ამიტომ უფრო მარტივი იქნება, ვიდრე ვინმეს ვაიძულებთ და ხელებს ამოვუგრეხავთ, შემთხვევაში გააფერადეთ ნომერი 8 მოვიდეთ ჩვენ ხელისუფლებაში და ჩვენ თვითონ თვითნებურად და სიკეთით გავაკეთოთ ეს ამბავი, ხომ ჯობია. ხელისუფლებას მოუწოდე, არ მოუწოდე, ხომ ხედავთ რომ სასიკეთოს არაფერს აკეთებთ. დროა უკვე რეალური ნაბიჯები გადაადგათ იმისათვის, რომ რეალური ბედნიერი ცხოვრება მოიწყოთ. გააფერადეთ ნომერი 8. 8 ნომერი უნდა აირჩიოთ, მაშინ იქნება ცვლილებები. ჩვენ მუნიციპალურ საავადმყოფოებზე ვლაპარაკობდით 2013 წელს შეიქმნა ჩვენი პარტია. მანამდე მე ვიყავი წინააღმდეგობის მოძრაობის თავმჯდომარე, რომელმაც ჩამოაგდო სააკაშვილის რეჟიმი და აი ამ მუნიციპალურ საავადმყოფოებზე, პოლიკლინიკებზე, უფასო განათლებაზე 2014 წელს პირველად რომ მივიღეთ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში, უკვე მაშინ ყველაფერი ამაზე ვსაუბრობდით და ეს ყველაფერი ეწერა ჩვენს პროგრამებში. იმის მერე ეს პოზიცია არც ერთხელ არ შეგვიცვლია. ასე რომ საზოგადოებამ უფრო ყურადღებით უნდა მოისმინოს და მხარი ჩვენ უნდა დაგვიჭიროს, მაშინ შეიძლება რეალური ცვლილებები იყოს. მე არ მაქვს იმის იმედი, რომ ეს ხელისუფლება ამას რამეს გააკეთებს ან გაიგებს. ბატონ დავით, გუშინ კიდევ გაჟღერდა ერთ-ერთი მორიგი ინფორმაცია კიდევ იმის შესახებ, რომ ნარკო გამსაღებლები დააკავეს, ნუ 3, მათ შორის 2 უცხოელი, 1 ქართველი. პარალელურად მე მინდა კიდევ მოგაწოდოთ სტატისტიკა, 2 წუთი დაგვჭირდა და იქნებ მოკლედ გვიპასუხოთ. 2025 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით შიცით დაავადებულებით რაოდენობამ 212 იმატა, სულ 60 თვეში ეს რაც გამოვლინდა. და 30% ინექციის გზით, ანუ ნარკომომხმარებლები. როგორ ფიქრობთ, ბატონ დავით, აი ახლა 500 ქალბატონიდან 100 არის უცხოელი პატიმარი ქალბატონი. აი რამ გამოიწვია ნარკოდანაშაულების ასეთი მატება? გნებავთ შიცით ასეთი მომატება? პოლიტიკამ სახელმწიფო სინამდვილეში ქართული ოცნების ხელისუფლება რეალურად მხარს უჭერს ნარკოტიკის ლეგალიზაციას. ჩვენ არასოდეს ამას ხარს არ უჭერდით. ნარკოტიკის დეკრიმინალიზაცია სხვა არის და ლეგალიზაცია სხვა არის. დეკრიმინალიზაცია ნიშნავს, რომ ნარკოტიკის მომხმარებელი ციხეში არ ჯდება, მაგრამ ამავდროულად ეს გულისხმობს ფართო პროპაგანდას, შთაგონებას, სერიოზულ მუშაობას საზოგადოებაში, რომ ნარკოტიკის მომხმარებლების რაოდენობა შემცირდეს. რადგინდათ მარტივი მაგალითი სიგარეტის მომხმარებელთა რაოდენობა დასავლეთში 70% შემცირდა რეკლამის და პროპაგანდის ხარჯზე. ჩვენ ამას ვქადაგებთ. და ხელისუფლება თან ლაპარაკობს, რომ ეს არ უნდა, მაგრამ სინამდვილეში ყველანაირად ხელს უწყობს ლეგალიზაციას, თან ებრძვის და თან კურიერი მოგიტანს ნარკოტიკს, ახლა მარიხუანას რომ მოგინდეს. ასე რომ ეს მორიგი თვალთმაქცობაა
და აი ამ თვალთმაქცობას უნდა გავექცეთ ჩვენ, მაგრამ ხელისუფლება ამაში თვითონ არის დაინტერესებული, თვითონ. ბატონ დავით, ჩვენი დრო სამწუხაროდ ამოიწურა, ჩვენ გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით, გამეორებით თქვენ დღევანდელი გადაცემა შეგიძლიათ ეხილოთ საღამოს 11-ის ნახევარზე. მომავალ სამშაბათამდე. ნახვამდის.